ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართველებს მხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს ვაშინგტონით საქართველოს თავისუფლებას საფრთხე ემუქრება, რადგან დიქტატორობის მსურველმა ივანიშვილმა არჩევნები გააყალბა. ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე კონგრესმენი ჯო ვილსონი წერს, სწორედ მან მიიწვია სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებლად. თავად კონგრესმენი მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილი ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია, რადგან ივანიშვილმა გააყალბა არჩევნები. საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი კი უკვე ვაშინგტონშია. სალომე ზურაბიშვილი მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს. ნატალი ჯახუტაშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. გისმენ ნატალი. დიახ, სალომე ზურაბიშვილი უკვე ვაშინგტონშია და ზუსტად 3 დღეში 20 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება ტრამპის ინაუგურაციას. სალომე ზურაბიშვილი მიიწვიეს ამ ცერემონიაზე, თუმცა ქართული ოცნება არა, ბიძინა ივანიშვილის გუნდიდან არავინ დაუპატიჟებიათ ტრამპის ინაუგურაციაზე და როგორც პრეზიდენტის პრესამსახური ავრცელებს ინფორმაციას, ამ ინაუგურაციის პარალელურად სალომე ზურაბიშვილს ექნება მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები ვაშინგტონში. სალომე ზურაბიშვილის ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოეხმაურა ჯო ვილსონი, ამერიკელი რესპუბლიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რომელიც ღიად აცხადებს, რომ საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი და ქართველი ხალხი ითხოვენ ახალ არჩევნებს, რადგან ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც მიისწრაფვის დიქტატურის დამყარებისკენ გააყალბა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და მისი განცხადებით ბიძინა ივანიშვილი დღეს მხარს უჭერს და ემეგობრება ისეთ რეჟიმებს, როგორიცაა ჩინეთის კომუნისტური პარტია, პუტინისა და ირანის რეჟიმები. მისი განცხადებით საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები ღირებული პარტნიორები არიან, თუმცა დღეს საქართველოს თავისუფლებას საფრთხე ემუქრება ქართული ოცნების პოლიტიკის გამო. საქართველო და ამერიკა ღირებული პარტნიორები არიან. ქართველები ამერიკელებთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ გლობალურ ომში იღებდნენ მონაწილეობას. სამწუხაროდ საქართველოს თავისუფლებას საფრთხე ემუქრება. ოქტომბერში პოტენციურმა დიქტატორმა, რომელსაც ზურგს უმაგრებს ჩინეთის კომუნისტური პარტია, ომის დამნაშავე პუტინი და ირანის რეჟიმი, გააყალბა არჩევნები. საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაბედულად დგას პროტესტის მშვიდობიან მონაწილეებთან ერთად და მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. მე ხელახლა წარვადგენ ორპარტიულ მეგობარ აქტს, რომელიც ითვალისწინებთ სანქციების დაწესებას იმისთვის, ვინც თავს ესხმის თავისუფლებას. გარდა ამისა, არსებობს კანონპროექტი, რომელიც კრძალავს არალეგიტიმური რეჟიმის აღიარებას. მადლობელი ვარ, რომ ჩემი მოწვევით პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრება ტრამპის ინაუგურაციას. ჯო ვილსონის მსგავსად სხვა ამერიკელი კონგრესმენებიც და ოფიციალური პირებიც ფიქრობენ, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა არის ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული და მათი განცხადებით ყოველად მიუღებელია ის, რასაც აკეთებს საქართველოში დღეს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის შემდეგ უკვე ტრამპის ადმინისტრაციაც გააგრძელებს ხისტინაბიჯების გადადგმას ქართული ოცნების ანტიდასავლური ქმედებების შესაჩერებლად და ისინი ფიქრობენ, რომ სანქციები გაგრძელდება. მათი თქმით, უკვე ვაშინგტონმა დაასანქცირა ქართული ოცნების მაღალჩინოსნები, მათ შორის ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები აღარ ეხმარება საქართველოს მთავრობას და გაუყინა 95 მილიარდ დოლარზე მეტი და ეს განცხადებები ამერიკელმა კონგრესმენებმა ამერიკის ხმასთან გააკეთეს. ჩვენ საქართველოსი ბოლო დროს იმედგაცრუებულნი ვართ და იმედი გვაქვს, რომ საქართველოში მცხოვრები ხალხი აიღებს კონტროლს და გააკეთებს იმას, რისი გაკეთებას ჩვენ გვგონია, რომ მას სურს. და რომ ის გახდება უკეთესი დემოკრატია, დასავლეთისკენ მიმართული დემოკრატია. სამწუხაროდ საშუალება არ მოგვეცა მოსმენისას საქართველო განგვეხილა. ვფიქრობ, ეს ის საკითხი, რომელიც მომავალში უნდა განვიხილოთ. წარდგენილია რამდენიმე კანონპროექტი საქართველოს შესახებ და ვისურვებდი, რომ შეგვიძლებოდა მათი წინა სესიისას დამტკიცება, მაგრამ სამწუხაროდ ეს ვერ შევძელით. ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ საქართველოში ყველა დემოკრატიული ნორმის წაშლით. ეს ძალიან გვაწუხებს. ჩვენი კომიტეტის წევრები, რომლებიც ევროპაზე არიან ფოკუსირებულნი, ამ თემაზე ხშირად საუბრობენ. და ეს უკუსრულად ძალიან შემაშფოთებელია. კონკრეტულად რა უნდა იყოს ამ ადმინისტრაციის პოლიტიკა, რომ ეს შეაკავოს და ეს ქცევა შეზღუდოს, ამას მომავალში ვიხილავთ.
ვფიქრობ, ჩვენ ახალ ადმინისტრაციას ძალიან მტკიცე პოლიტიკას ვუტოვებთ. ჩვენ გავყინეთ ყველანაირი დახმარება. 95 მილიარდ დოლარზე მეტი მხარდაჭერა საქართველოსთვის. დავასანქცირეთ საქართველოს მთავრობის ბევრი ოფიციალური პირი ანტიდემოკრატიულ ქმედებებში მონაწილეობისთვის, რაც პროტესტის და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებას ეხებოდა. ჩვენ დავასანქცირეთ ამ რეპრესიების წამყვანი არქიტექტორები, მათ შორის ბიზინა ივანიშვილი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილების მიმღებია საქართველოს არა მხოლოდ შიდა ორიენტაციის, არამედ მისი საგარეო პოლიტიკის შესახებაც, რომელიც უფრო ემსგავსება რუსეთისა და ჩინეთის საგარეო პოლიტიკას. ასე რომ ჩვენ ახალ გუნდს ეს სიტუაცია ამ ადმინისტრაციისგან ძალიან მრავალფეროვანი ქმედებების ნაკრებით გადავეცით. საბოლოოდ კი ცხადია, საკუთარი ბედი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. სენატორ რუბიოს, რომელიც მომავალი სახელმწიფო მდივანი იქნება, ესმის ურთიერთობა რუსეთსა და ჩინეთს შორის და საფრთხე, რომელსაც ეს ორი ქვეყანა ქმნის. ჩემი მოლოდინია, რომ ის მკაფიოდ გაიგებს რა ხდება საქართველოში და სანქციების მომხრე იქნება. ასევე იქნება ალბათ მაიკ უოლცის შემთხვევაშიც, რომელიც ეროვნული უშიშროების მრჩეველი უნდა იყოს. კონგრესი კი ახლა ორპარტიულად მიმართულია იქითკენ, რომ მტკიცე ნაბიჯები გადადგას. ჩვენ გვყავს წარმომადგენელთა პალატის წევრი კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც მართლაც აღმაფრთოვანებლად ლიდერობს საქართველოს მხარდაჭერას და სანქციებისა და ახალი არჩევნების თაობაზე მხარდაჭერის გაძლიერებას. ჩვენ მაკკეინის ინსტიტუტიც გავაძლიერებთ თავისუფალი და სამართლიანი ახალი არჩევნებისკენ მოწოდებას. ცხადია, მხარს ვუჭერთ ქართული ხალხის უფლებას თავად გადაწყვიტოს საკუთარი პოლიტიკური და ეკონომიკური მომავალი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაპატიჟებულია დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე. ქართული ოცნება არა ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება ზუსტად 3 დღეში 20 იანვარს და ჩვენთვის ასევე ცნობილია, რომ მომდევნო დღეს 21 იანვარს სალომე ზურაბიშვილი უკვე მონაწილეობას მიიღებს ატლანტიკის საბჭოს განხილვაში, სადაც იმსჯელებენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.